გახსოვთ ეს სიტყვები ადამ სადახარ, აი ეს ადამ სადახარ დღემდე ისმის სამყაროში. ის ჩვენ გულთანაც ისმის. ძალიან ხშირად, როცა ჩვენ სულიერ ცხოვრებაში სიზარმაცეს ვავლეთ, მორწმუნეები. როცა ჩვენ გვეზარება ღმერთთან ყოფნა, როცა ჩვენ გვეზარება ღმერთის ძიება, მასთან კომუნიკაცია, მისი მცნებების აღსრულება, ის სიტყვები, რომელიც 64-ში გაისმა, ადამ სადახარ, ის დღემდე ისმის და ამ დროს ჩვენს გულშიც ისმის. და ჩვენ გვიგზნია სინდისის სახით, რომ რაღაცა არ ვიქცევით სწორედ. და წარმოიდგინეთ, 64-ში, როცა ესეთი ადამი როგორ იცრომდა, წარმოგიდგენიათ ღმერთს და იმხელა კადნიერება ქონდა ადამს, რომ ესე იგი თავის მართლება დაიწყო. შენ რო ცოლი მომეცი, იმან შემაცდინა. ცოლმაც ასევე ევამაც, აი მე რა შუაში ვარ, გველს მოკითხე. ანუ გესმით, თავხედობაში გადავიდნენ იმდენად გათამამებული იყვნენ ჩვენი პირველ მშობლები ღმერთის ჩვენდამი ფაქიზი და პატივისცემითი მოპყრობით. დღემდე ასე გრძელდება. ჩვენ ხო ვიცით, რომ მოვიდა, რა, იმპერატორად მოვიდა, ადამიანად მოვიდა, კი ბატონო, ადამიანური ბუნება მიერთა. მოვიდა და ძალმოსილებით. და რას ვიზავდით? მაგრამ არ მოვიდა ძალმოსილებით. როგორც ცხვარი მოვიდა, გესმით? და ჩვენ რაც ვქენით კი ვიცით. ამიტომ დღეს შობის დღესასწაული კი არის, მაგრამ ამ დღესასწაულის ზეიმის შესაძლებლობა ნამდვილად გვექნება მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ ისეთი გული გვექნება, როგორ გულსაც ქრისტეს, ანუ ღმერთის ცნობა შეუძლია. თუ ჩვენ გულს დღეს ამ ეტაპზე ღმერთის ცნობა არ შეუძლია, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ჩვენ აქ მოსული ვართ ინტუიციით. ჩვენი ქვეცნობიერი ღვთისხატება და მსგავსება სწორად მუშაობს და მოგვიყვანა აქ. რომელიც არ არის ჯერ რეალიზებული, მაგრამ ის უნდა რეალიზდეს. ის საფუარი სახით ადებს ჩვენში, რომელმაც უნდა მთელი ჩვენი არსება აღაფუვნოს, მთელი ჩვენი არსება მოიცვას. რომ ჩვენ მართლა ჭეშმარიტად, ნამდვილად გავიხაროთ ქრისტეს შობის დღესასწაული.